ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრებს აქტიურებს. სწორედ ამ მიზნით შეკრიბა ბლოკმა კანდიდატი და წევრი სახელმწიფოები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ევროკავშირის გაფართოების პირველი ფორუმი ჩატარდა. მასპინძელი უწყება ევროკომისია, რომელშიც მკაფიოდ ამბობენ, რომ ბლოკის უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ გაფართოებაზეა დამოკიდებული, რათა ეკონომიკური კავშირი უფრო ძლიერი, გავლენიანი და დაცული იყოს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა იმ სარგებელს გაუსვა ხაზი, რომელსაც თავისუფლი ქვეყნები ბლოკის წევრობით იღებენ. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ევროპა ერთიანია, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რა თქმა უნდა, ევროპული წევრობისკენ გზა რთულია. ეს მოითხოვს მრავალ რეფორმასა და ჩვენს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, თუმცა სარგებელი ბევრია. ქვეყნებმა, რომლებიც გაფართოების ბოლო ტალღისას შემოუერთდნენ ევროკავშირს, განიცადეს წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება. უმუშევრობა თითქმის განახევდა, ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 4 წლით გაიზარდა და შეიქმნა 6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. იგივე მოხდება შემდეგი გაფართოების პროცესშიც და ეს არის ზრდის გეგმების ნაწილი. გაფართოების ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს, რათა უზრუნველყონ თანაბარი პირობები ჩვენი კავშირის ერთიან ბაზარზე. სანაცვლოდ ევროპა ხსნის ერთიან ბაზარს. ერთად ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვსრდით ცოდნას გამოცდილებას. ვდებთ ინვესტიციებს ისეთ სასიცოცხლო კავშირებში, როგორებიცაა ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტი და სუფთა განახლებადი იაფი ენერგორესურსები, რათა უზრუნველყოთ საიმედო ენერგომომარაგება. არის კიდევ უფრო მეტი სარგებელიც, როგორებიცაა ევროკავშირში სატელეფონო ზარებისთვის როუმინგის საფასურის გაუქმება ან ევროპის გადახდის ერთიან სივრცეზე წვდომა, რათა კომპანიებმა შეძლონ თავიანთი ფულის გაგზავნა კავშირში და კავშირიდან მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯებით. სწორედ ასე ჩვენ ვაშენებთ საერთო კეთილდღეობის ევროპას. დისკუსიების ამოცანას ის წარმოადგენს, რომ გაფართოების პროცესი დანახულ იქნას როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე კანდიდატი ქვეყნების თვალით. ამ მხრივ დარბაზში წარმოდგენილი იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, სერბეთის წარმომადგენლები. მოწვეული არ ყოფილა საქართველო, რომლის ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია და ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია დიპლომატიური უთანხმოება ბრიუსელსა და თბილისს შორის. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ კითხვები მაინც ისმოდა. And regarding the support for civil society for Georgia, of course, რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დახმარების შესახებ დასმულ შეკითხვას, ეს საკმაოდ რთულია, რადგან ხელისუფლება აკვირდება იმას, თუ ვის ვაძლევთ ფულს. დაფინანსება არის, ის გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტიც. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ მივაწოდოთ მათ დაფინანსება, ისე რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. გასულ კვირას მე მქონდა გაცვლითი დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს წარმომადგენელიც აქ იყო. representatives of the civil society from all the candidate countries and also a representative from Georgia. Friends from Georgia. Ფიქრობ, რომ მოლდოვის, მონტენეგროს, უკრაინისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრებით, ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოსაც. ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი იმისა, რომ გაფართოება მართლაც ხდება. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი თუ რა შეიძლება მათ უწოდოთ, აჟღერებდა გზავნილებს, რომ მოსახლეობას დაევიწყებინა გაფართოება. დაეჯერებინა, რომ ეს არ მოხდებოდა. მათ შორის ასე იყო საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ახლა ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიო არგუმენტისა და მტკიცებულების მოყვანა, რომ გაფართოება მოხდება და რომ საქართველოს შეუძლია დაბრუნდეს გაფართოების პროცესში, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. Argument and evidence. Enlargement will happen. And Georgia can come back. I have many Georgian friends. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, საქართველოშიც ბევრჯერ ყოფილ ვარ. ვფიქრობ კულტურულად და სულიერად ახლოს ვართ, რომ არაფერი ვთქვა მეღვინეობაზე, რომელიც ჩვენი კულტურების განუყრელი ნაწილია. როდესაც პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქართველი მეგობრებისგან ბევრი მილოცვა მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო. ახლა თქვენ ჩვენს ნაცვლადაც იბრძვით, თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც. მე სულად ვეთანხმები კომისარ კუბილიუსს, რომ ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი საქართველოში ჩარევაზე. მათ გაუჩინარებაზე ევროპული პროცესებიდან, რაც ჩემი აზრით ძალიან სევდიანი ამბავია. ქართველები ევროპელები არიან და სრულად იმსახურებენ იყვნენ ამ ოჯახის წევრი. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დროებითი სიტუაციაა, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოლდოველები ვიბრძოლებთ მათთვის, როგორც დაუპირდი. იმედია ისინი დაბრუნდებიან. გაფართოება რომ ნდობაზე დგას არაერთხელ გაესვა ხაზი. იმასაც რომ ტექნიკური სამუშაოების გარდა ევროკავშირისთვის მასთან საგარეო და უსაფრთხოებითი პერსპექტივების თანხმედრა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. როდესაც პარტნიორებზე ან შესაძლო პარტნიორებზე მიდგება საქმე. ამის თაობაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა კაია კალასმაც ისაუბრა. მისი აღქმით, თანხმედრის აუცილებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ უფრო მკაფიოდ აჩვენა.
Sometimes these doors are open and then they close again. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ კარი იღება და შემდეგ ისევ იკეტება. გაფართოება არაა ბუნებრივი ფენომენი, არამედ გეოპოლიტიკური იმპერატივი. აუცილებელია აიხსნას, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკის სრულებას და ამიტომ ევროპული გეოპოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა არსებობდეს. ან ხარ ჩვენთან ერთად, ან არ ხარ. ჩვენ ზოგიერთი წევრი ქვეყნით უკვე გვაქვს ამ მხრივ გარკვეული გამოწვევა. როდესაც არ ვართ ერთიანები, არ გვაქვს ის ძალა, რომელიც უნდა გქონდეს. უნდა ვისაუბროთ ერთხმაში, უნდა ვთანხმდებოდეთ, ვინაა მეგობარი და ვინაა მტერი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ევროპის ყველაზე ძლიერი ჯარი ახლა უკრაინას ყავს. თუ უკრაინა ჩვენი წევრია, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ნათელია. მუშაობთ იმაზე, რომ დავიცვათ თავი და მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ თავდაცვაში. რაც შეეხება იმას, თუ მართლაც იქნება თავდასხმა და რუსეთი გამოგწვდის. რუსეთი სისუსტეს მოპატიჟებად აღიქვამს. თუ ის იფიქრებს, რომ არ ვართ მზად, შესაძლოა გამოგწადოს. თუ ჩათვლის, რომ მზად ვართ უპასუხოთ, არ გამოგწვდის. ესაა ლოგიკა. თუ უფრო მეც გავიღებთ თავდაცვაში ინვესტიციისთვის, რისკები შემცირდება. რთულია იმის ხალხისთვის ახსნა, თუ რატომაა მშვიდობის დროს საჭირო თავდაცვაში ინვესტირება, როდესაც არსებობს გზების განათლებისა თუ სხვა სოციალური საკითხები. თუმცა, თუ არ გვაქვს უსაფრთხოება და თავდაცვა, სხვა ყველაფერი რისკის ქვეშაა. ინვესტიცია სწორედ მშვიდობის დროს უნდა განახორციელო, რადგან თუ ომია, უკვე გვიანია. თუ დიდ სურათს შევხედავთ, დავინახავთ, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ომი დასრულდება, თუ კი უკრაინა დანებდება. დანებდით და მიეცით რუსეთს ის, რაც მას სურს. ეს ხომ იმპერიალიზმის გამოკვებაა. ეს მეტ ომს ნიშნავს მომავალში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა გზით და ეს გაგრძელდება. We are very happy that things are speeding up and გვახარებს, რომ პროცესები აჩქარდა, განსაკუთრებით გაწევრების ტექნიკურ ნაწილში. გვაქვს საშინაო დავალებები, რომელიც როგორც კანდიდატმა უნდა შევასრულოთ და ვერაფერს უშვებით იმ ფაქტს, რომ მოკლე გზები ამ საქმეში არ არსებობს. ჩვენ უნდა დავუხუროთ მოცემული თავები, გავატაროთ აუცილებელი რეფორმები და სწორედ ესაა ჩვენი ამოცანა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ რეკორდულ დროში 2026 წლის ბოლოსთვის გსურს თავების ჩახურვა. ბევრი თვლის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი სჯერა. დრო ჩვენს მხარეს მუშაობს, ნაბიჯებს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ სიჩქარე არ ნიშნავს, რომ რეფორმებს ხარისხს ვაკლებთ. ახლა ევროკავშირისთვისაც საუკეთესო დროა მიიღოს ახალი წევრები. ადამიანები ხშირად ახსენებენ შესაძლებლობების ფანჯარას. ეს გამოთქმა არ მომწონს. მე მსურს არსებობდეს კარი, ღია კარი, რომლითაც სარგებელი იქნება ორივე მხარეს. გაფართოებისა თუ გაერთიანების პროცესით ევროპა აჩვენებს, რომ ამ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ის გაძლიერდა. რუსული ჰიბრიდული მეთოდები არცად ჩანს ისე კარგად, როგორც კანდიდატ ქვეყნებში, თვლიან ბრიუსელში და მათ დასახმარებლად სტრატეგიულ კომუნიკაციებში ცვლილებებიც დააანონსეს. ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზები არ არსებობს, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ქვეყნებისთვის ხელშემშლელ ბარიერებზე უკეთესი რეაგირებაა შესაძლებელი. ევროპა გაფართოების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ამასთან საშუალებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს ჯერ კიდევ წევრობამდე გახდნენ გარკვეული სექტორებისთვის შეუცვლელი მოთამაშეები. ბრიუსელი მოკავშირეებს არაერთ შესაძლებლობას პირდება თუ მეორე მხარეს ამის პოლიტიკური ნება იარსებებს.